Ქრისტემ დაგლოცოთ. გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. დღეს წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის ხსენებაა და წმინდა მართლისა იოანე კრონშტანტელისა. ერთი მე-20 საუკუნის მოღვაწეა იოანე კრონშტანტელი. 19 და მე-20 საუკუნის. პირველი როგორც წმინდა გარდამოცემა ამბობს, ეს ის ბავშვია, ვინც უფალმა სამაგალითოდ ჩაიხუტა გულში და თქვა, რომ თუ არ იქნებით ბავშვებით, ვერ შეხვალთო სასუფეველში. პირველი მღვდელმოწამეა რომში აწამეს. ანტიოქის ეპისკოპოსი იყო და ასაკშიც იყო. იოანე მოციქულს თავისთავად ცხადია იცნობდა და მისი გაზრდილიც იყო, მაგრამ ეგნატე ღმერთშემოსილი ასაკოვანი თავს დებს, თავისინები არსებობს 7 ეპისტოლე მის მიერ დაწერილი, როცა იგი დატყვევებული გადაყავდათ ანტიოქიიდან რომში გზაში მან 7 ეპისტოლე დაუწერა სხვადასხვა ეკლესიებს. უნდათ მისი გათავისუფლებაც სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ იგი თხოვს, რომ არ გაანთავისუფლონ მას სულს მოკვდეს ქრისტესათვის. იმდენად ამაღლებულია მის სიტყვები, რომ ადამიანს შეიძლება მოწამეობა მოგინდეს. ესე კაცმა რო თქვას, ყველას უნდა გვინდოდეს ჩვენ, რომ ამზადოთ ჩვენი თავი ამისათვის. საინტერესო მე ადრეს მithქვავს, რომ როცა კითხულობ, სხვათაშორის ახალ ქართულადაც არის თარგმნილი ეს ეპისტოლეები და მე გირჩევთ, რომ ყველამ წაიკითხოთ. თითქოს დღევანდელი ეპისკოპოსი წერს. ანუ მე ვგულისხმობ ის სული, რომელიც იყო მაშინ იგივეა დღესაც და ამიტომ ეკლესია არც ბერდება, არც ძველდება, მუდამ თანამედროვეა და ერთი მიზანი აქვს ქრისტე, რომელიც არის უცვალებელი მისგან ვისწრაფოთ. წმინდა იოანე კრონშტანტელი არ არის მღვდელმოწამე, მაგრამ მისი მთელი ცხოვრება მოწამეობაა. რა არის მოწამეობა? აი რა დღეს სახარებაში აღმოვიკითხეთ, უარყო საკუთარი თავი და შეუდგე ქრისტეს. ერთგვარად გააკეთა და ხოლო მეორემ, რომელიც იყო თეთრი სამღვდელო, ფერიც არ ყოფილა, ჩვენ ვიცით იოანე კრონშტანტელი არ იყო მონოზონი. იგი ჩვეულებრივი საერო მღვდელი იყო რევოლუციამდელ რუსეთში სამრევლო ეკლესიაში მსახურობდა. მაგრამ მთელი მის ცხოვრება თუ წაიკითხავთ, არის სრული თავგანწირვა უფლისა. სრული. ეს არის მღვდელი, რომელიც არ იყო ბერი, მაგრამ ძალიან ბევრი ბერი ისწავლის მისგან, თუ როგორ უნდა დააუტოვო ამ ქვეყნად ყოველივე და მხოლოდ ქრისტეს ემსახურო. და ხშირად მithქვავს ხოლმე, რომ მისი ფოტოსურათები შემორჩენილია და ეს მისი შინაგანი მდგომარეობა ძალიან კარგად ჩანს მის თვალებში. საოცარი ცეცხლიანთია ამ ადამიანის თვალებში. მისი საინტერესოა მისი დღიურები. ძალიან ბევრი აქვს დაწერილი და იმ დღიურებში ძალიან კარგად ჩანს როგორ მუდმივ ბრძოლაშია და როგორ მუდმივ ანალიზს აკეთებს საკუთარი ცხოვრებისა, საკუთარი ქცევებისა. როგორ აქვს მაგის იდეალი და როგორ ამ იდეალისაკენ როგორ ისწრაფვის. თავდაუზოგავად. საოცარია მოკლედ მის ცხოვრება და ერთ-ერთი რაც მის ცხოვრებაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის, რომ იგი საერთოდ ყოველდღე წირავდა. და გარდა ამისა, ძალიან დიდი მისიონერი იყო. მას ესე იგი დილას რო წირავდა, მერე მთელი დღე გადიოდა, სხვადასხვა შეხვედრები ჰქონდა და გადაგებდა და არ ვიცი, ეს იყო რაღაც განსაცვიფრებელი ენერგიის ადამიანი, თუმცა ფიზიკურად არ იყო ძლიერი. ხო და როგორი მაგალითია თითოეული ჩვენთაგანისათვის და განსაკუთრებულად სასულიერო პირებისათვის. აი დღეს მამა ბასელმა და მე პირველად ვიმსახურეთ ერთად. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს ჩვენი ერთად მსახურება დღევანდელ დღეს დაემთხვა. და მე მინდა რომ მისთვისაც ჩემი ყოველი სულიერი შვილისთვის, ვინც ამ გზაზე შეუდგება და რა თქმა უნდა ჩემი თავისთვისაც იგივეს ვისურვებ, მინდა რომ წმინდა იოანე კრონშტანტელი იყოს მაგალითი მოშურნეობისა, იმ ცეცხლოვანი სიყვარულისა უფლის მიმართ, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც ვლინდებოდა მის მისიონერულ მოღვაწეობაში და მის ყოველდღიურ მსახურებაში, რომელიც იოლი არ არის. მონაზონისათვის ეს ადვილია. ყოველდღიურ მსახურება ის მონასტერშია და
აქედან გამომდინარე და იყვნენ მაგალითად წმინდა თეოფანი დაყრდებული ყოველდღე წირავდა, მაგრამ ის ეპისკოპოსი იყო, ბერი იყო, მონოზონი იყო და თან ბოლო პერიოდში ის კათედრას ტოვებს, ეპისკოპოსის კათედრას და ფაქტობრივად მონასტერში არის და აღარ გადის იქედან. და ამიტომ არის და ძირითადად თავის კელიაში იყო. მისთვის ხაი გასაგებია შედარებით ალბათ, ძნელი აიოლია რას ნიშნავს ყოველი ადამიანი უნდა ბოლომდე იწვებოდეს და იხარჯებოდეს წირვისას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თითქოს მისთვის ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩაკეტილი მონასტერში ჩაკეტილი ბერია. მაგრამ აი იონე კროსტანტელისათვის, რომელსაც ოჯახი ყავდა, შვილები არ ყოლია სხვათა შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეთრი სამღვდელო იყო, მეუღლე ყავდა და სულ ესე თელ რუსეთს უვლიდა შეიძლება ასე ითქვას. აი ყოველდღე წირავდა. თანამედროვე ცხოვრებაში აი მაგალითად გამახსენდა პატრიარქის პავლე, სერბეთის პატრიარქი. ისიც ესე იყო ყოველდღე წირავდა. საქართველოში ყოფილა ჩამოსული გარდაცვლილია პატრიარქი პავლე. მას ასევე შეხვედრები ჰქონდა და იქ მე ვიღაცა მიყვებოდა რომ იქ შეხვედრა ჰქონდა და დილის 5 საათზე დაიწყო წირვა, რომ წირვა არ ჩაიგდო. გადავით ალბათ სიონში, ალბათ ან რა ვიცი, სადაც მისცეს ამის საშუალება და მაინც წირა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ აქ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას 9-ზე თუ რაღაც შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, იგი 5-ზე წირვას იწყებს, რომ ეს წირვა არ ჩააგდოს. ანუ იყვნენ ესეთი ადამიანები და მე მინდა რომ ის იყოს მაგალითი ჩემთვის, ჩემი სულიერი შვილებისათვის. შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი თავის უნარის უნდა ვიცოდეთ რა უნარი გვაქვს, რა შესაძლებლობები და რეალობა. ხო და მე ვისურვებდი ესე. შეგვეციოს დღესხსენებული წმინდანები და მე ძალიან მიხარია რომ ნელა გიყვარდებათ მსახურება, ჩართულობა უფრო მეტია თქვენი. საერთოდ ახლა იქ როცა თქვა მამაოს ჩვენოს ერთად ვამბობ წამს და ხირსარს ეს რას ნიშნავს? ის კი არა რომ მარტო ეს 3 და მეტი არ შეიძლება. წესი ყოველი უფალო შეგვიწყალე და ყოველი რასაც გალობლები ამბობენ არის თლიანად მრევლის სათქმელი. თქვენ რომ ყოველას кайხმა ქონდეთ სოდნა მსახურებისა, წესი კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი სიტყვა გალობლის ბაგებიდან ამოსული. და ესე იგი ყველაფერი აბსოლუტურად არის თლიანად მრევლის სათქმელი. ანუ გალობლები არიან რაღაც გამბოლში მრევლის სახე, მრევლის ნაწილი. და ამიტომ ეს უბრალოდ იმის გამო ხდება, რომ თქვენი ჩართულობა არის ნაკლები და ნუ ახლა ყველას არა გვაქვს ნიჭი. მაგრამ აი უფალო შეგვიწყალე კიდევ ვიმეორებ და ნებისმიერი აი რომ შეიძლებაოდეს, მე არ ვიცი ხა ამ ხელა მრევლში ეს ამდენად შესაძლებელია, მარტო თქვენ ხო არ ახართ დიქტატორი ისე ვახმო ამდენი ხა. მაგრამ წარმოგიდგენიათ როგორი იქნება, რომ მთელი მრევლი ზუსტად აი რასაც გალობლები ამბობენ, გალობენ ყველა გალობლებს. ნუ უფალო შეგვიწყალეთი რომ დავიწყოთ, გასაგები ხა უცებ ეს არ მოხდება, იქნება კაკაფონია რაღაც საშინელება, მაგრამ აი წარმოგიდგენიათ როგორი საოცარი მსახურება გამოვა. თვითონ ეს მარტო წამსი მამაო ჩვენ და ღირსასი როგორ გაცოცხლებთ, საიდუმლო ლოცვები რო გესმით როგორ გაცოცხლებთ. ამიტომ რა ვიცი, აბა რა გამოგვივა, ეგება გამოგვივიდეს მომავალში ნელა. ვერთი შეგვეციოს. მაგრამ ამას წინ დაუსწრებდეს, რა თქმა უნდა, თქვენი გულის ჩართულობა მსახურებაში. მთელი არსებით, აი ადამიანი რომ ვიდით ხვალე რო წირვაზე მივდივარ, აი უკვე წინა საღამოდან ხოლო ცვასაც ხოლმე ვესწრებით, აი უნდა გული ანთებული უნდა იყოს უკვე და ღამეც ვერ უნდა ისვენებდე, რომ აი მსახურება საიდუმლო სერობას ესწრები და მოხვიდე მთელი შენი არსებით მოხვიდე. მთელი აი მცეცხლოვანი სიყვარული თუფლისადმი ესე უნდა მოხვიდე. და მზად იყო რომ ბოლომდე დაიხარჯო და დაიწვა. აი ამ განწყობით უნდა მოხვიდე. აბა თუ იქნება ჩვენგან ესეთი განწყობა, აბა ნახავთ, მე როგორ იზრდება ადამიანი ქრისტეში, როგორ შემოდის უფალი ჩვენს გულში, იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეს, ჩვენ უძღები შვილები ვითავართ ამ დროს, რომელიც თავის თავს მოეგება და მოვა და მორბის მამისაკენ და მამას მერე მორბის და თუ არა და ამიტომ ფიზიკურად აქ მოსვლა მხოლოდ არაფერს ნიშნავს, თუ სულიც და გულიც არ მოვიტანთ. აი ესია და წმინდა ივანე კროსტანტელი, წმინდა ეგნატე შემოსილი შეგვეციოს, როცა მას მის განთავისუფლებას ცდილობენ, ესეუნება რომ აცალეთ სიკვდილი ქრისტესათვის და ცხოველებს დააგლეჯინეს, როგორც ესეთი ისტორიაა, რომ როდესაც ცხოველები მიუშვეს, ეს რომლებიც დაგეშოლებებენ ადამიანებზე, ლომები
ლომები არ მიეკარენ და ფეხით დაუწვნენ მას. და შემდეგ თქოს უბძანებს რომ თქვენი საქმე გააკეთეთ და მანამდე ის წერს რომ მე მინდა დავიფქვა როგორც წმინდა პური ლომთა კბილებისაგან. რაღაცა ის საოცარი სიყვარულს ავლენს და ესეთი გადმოცემაც არის. ხა გადმოცემაა ხო, ხამად მეცნიერულად ვერ დაადასტურებ ღმერთ შემოსილი რატო ქვია ორი აზრია რომ უფალმა ჩაიკრა გულში, მაგრამ და მეორეც ჩემს გულში ჯალათს ეუნება, რომელიც უარყოფას თხოვს, ჩემს გულში გამოწერილია უფლის სიტყვები. და როდესაც ხეცების მიერ მოკლული იქნა ჯალათს ტარვარის ბრძანებით, ჯალათს უთხრეს და გული გაკვეთეს და გული ამოუღეს და როგორც არის გადმოცემა, იქ ამოკვეთილია, არ ვიცი როგორ, არ ვიცი. აი ესე იკითხებოდა გულზე სახელი იესო. აი ესია და ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავ, კაცი რომელიც იწვება უფლის სიყვარულისათვის, ესეც შეიძლება ამგვარი სასწაული შეიძლება მოხდეს და აი ჩვენს გულებში სამოწეშული იყოს უფლის სახელი. ამინ.